საქართველოს ხელისუფლება რეპრესიულ კანონებს დაფინანსების შეზღუდვებსა და პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლებრივ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისთვის იყენებს. ამის შესახებ გავლენიანი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის კრიტიკულ ანგარიშია ნათქვამი. ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის ჰიუ უილიამსონის განცხადებით, მმართველი პარტიის მიზანი ძლიერი სამოქალაქო სექტორის დემონტაჟია და ხელისუფლება ამ მიმართულებით შემაშფოთებელ პროგრესს აღწევს. მისი თქმით, მთავრობა ქმნის სისტემას, რომელშიც დამოუკიდებელ ჯგუფებს არ შეუძლიათ უსაფრთხოდ ფუნქციონირება და ფინანსების შენარჩუნება და იმ თემების მხარდაჭერა, რომლებსაც მათი დახმარება სჭირდებათ. ორგანიზაციის შეფასებით, შექმნილმა მტრულმა გარემომ მძიმე დამთრგუნველი ეფექტი გამოიწვია, რის გამოც წამყვანი უფლებადამცველი ჯგუფები იძულებულნი გახდნენ შეეწყვეტათ უფასო სამართლებრივი დახმარება, ხოლო რეგიონული სათემო ორგანიზაციების უმრავლესობა დახურვის პირას მივიდა. ანგარიში ნათქვამია, რომ მთავრობამ უნდა გააუქმოს გაუმართლებელი სამართლებრივი ზომები და მისცეს დამოუკიდებელ ჯგუფებს მუშაობის შესაძლებლობა ყოველგვარი უსაფუძვლო ჩარევის გარეშე. Human Rights Watch საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს გაზარდონ რეპრესიების ფასი ქართული ოცნებისთვის, მათ შორის ევროკავშირის დონეზე მიზანმიმართული სანქციების დაწესების გზით და სასწრაფოდ გააფართოონ დამოუკიდებელი ჯგუფების მხარდაჭერა.